12 უფასო ბარიატრიულ ოპერაციას ვაკეთებთ. ხო და ეხლა მაგით ვართ დაკავებული. პოპულარობა გინდოდა თუ ფული შორი? ხო, YouTube-ზე მოხდება ამ ხო, YouTube-ზე მოხდება. გერმანიაში ცხოვრობდი კოლნში. ფემინისტური აქტივობა ქონდათ ხოლმე კოლნის ცენტრში გამოდიოდნენ და მაიკას იხდიდნენ ხოლმე რა. აუ, გონი მაქვს ვიდეო ნახე. მეც მივდიოდი ხოლმე, რომ მეთქი ფემინისტი ვარ მეთქი რა ხოლმე ხა. ატარა ვიყავი ხო 22-23 წელი ისეთი ასაკი გაქვს. ხო და მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ირაკლი ხოსროშვილი. მოგესალმები ირაკლი. ხოსროს დაგიძახებ. ვარი იქნები წინააღმდეგი. არანაირი არაფერი ბატონო. არანაირი არაფერი. როგორ ხარ? მადლობა პირველ რიგში როგორ სტუმარი. კარგად. დღეს დიდი კვიზის სტუმარი. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, იმიტომ რომ ბიჭო, ამ ბოლო დროს ვნახე ეგეთი ამბავი რა ანალიტიკაში, რომ ვინც გიყურებს 90% არ ყავს არხი გამოწერილი. და არ აქვს ვიდეო დაღაიქებული. აი ბატონო, რაღაც ახალი თქვი. ეგ ჩაულებრივი რა უნდა უკან, როგორ უნდა მოვაგვარო ეგ პრობლემა? ბიჭო, რა ვიცი, რაღაცა შეპირდი. რაღაცა შეპირდე. თუ გამოიწე აქვს რაღაცა, ხო, მაგრამ ისე ხო არ შეპირდები, არ მიყვარს არა, თულად არა, რაღაცა იყიდე, მაგალითად, რა ვიცი. მოპედი სიტყვაზე. კი ბატონო. და გაათამაშე რა მე, რომ გამოგიწერონ. რაღაც რაოდენობა გამომწერზე გაათამაშე მე. კაი, მაშინ ეხლა მოვიფიქრეთ ეს და აქ იყოს და ეს გააკეთონ ედიტორება მაშინ რა. 30000 გამომწერზე გავათამაშებ მოპედს. ხოსროს იდეა. ხოსროსთან ერთად მოვალ და გადმოგცემ. კურიერებმა დაალაიქეთ. როგორ ხარ? კარგად, ძალიან კარგად. YouTube-ზე არ ჩანხარ? ხო, YouTube-ზე არ ვარ. ცოტა სხვა, ასე ვთქვათ, განხრით გადავედი. რა განხრით გადახვედი? თუ საიდუმლო არ არის? ბიჭო, production-ი გავაკეთე. აჰა. კაი იდეა. ხო და იდეა და მე ჯერჯერობით YouTube-ზე არ ვარ, მაგრამ გამოვჩდები. ძალიან მალე, ოღონდ აი საერთოდ სხვა ნიშაში, რასთანაც რეალურ კავშირი არ მაქვს. ხო. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობ, მომიწევს ასე ვთქვათ, კონტენტის წაყვანა. ეხლა რითი ხართ production-ი დაკავებული? ახლა სამედიცინო პროექტი გვაქვს აღებული. 12 უფასო ბარიატრიულ ოპერაციას ვაკეთებთ. აკეთებთ რას ქვია? ანუ ვაკეთებთ. როგორი თემა იცი? მოკლედ თანამშრომლობთ კლინიკა ვიომედთან და გადავწყვიტეთ, რომ საჩუქარი გავუკეთოთ ადამიანებს, ვისაც ეს სასიცოცხლო ესაჭიროება, ბარიატრიული ოპერაცია. უი, რა კაი საქმეს აკეთებთ. და 12 ადამიანს ვაჩუქოთ ახალი სიცოცხლე. ხო და ეხლა მაგით ვართ დაკავებული, ვიწყებთ პროექტს, დაწყებულია პროექტი, გავდივართ კონსულტაციებს და 12 პაციენტს შევარჩევთ, ვისაც როგორც თქვი, სასიცოცხლო ესაჭიროება, იმიტომ რომ მოდიან პაციენტები 85 კილოიანები, 87 კილოიანები და გვეუბნებიან რომ ბარიატრია გაგვიკეთეო და ვერ ხვდებიან რა არის ზოგადად ამ პროექტის მიზანი. ასე რა არის, ხო? და ზოგადად ჩვენი მისია რა გვინდა გავაკეთოთ. ხო და ერთ სიტყვით ეს რამე მოიფიქრეთ, საქართველოში პირველად ხდება ეგეთი რაღაც? კი, პირველად ხდება. ანალოგი გადმოიტანე საიდანვე თუ რა? არ საიდან. როგორ მოგაფიქრდა? საინტერესოა. როგორ მომაფიქრდა? უბრალოდ ჩემ პარტნიორს მომაფიქრდა საქმეში ვისთან ერთადაც ვარ. იმის იდეა იყო და სხვათა შორის ეს იდეა წამოვიდა ერთ-ერთი ბლოგერისგან, ოღონდ იმან სხვა თემაზე გააკეთა საერთოდ. თუ აიღებდა მაგალითად მისი ვიდეო მილიონ ნახვას, რომელიღაცა ფირმის მანქანის ცენტრში იყო მისული და მანქანას ათამაშებდა უფასოდ რეალურად. მოკლედ აიღო იმ ვიდეო მის მილიონი ნახვა და მანქანა გადასცეს გამარჯვებულს რა, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენი გათამაშება არ არის, ჩვენი არის ქველმოქმედება. ნუ ძალიან კარგი საქმეა და იმედია გააგრძელებ ალბათ ამის მერე რაღაც ახალ კლინიკა ვიომედის მხარდაჭერით გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ძალიან კარგი საქმეა და წარმატებები ძმაბრა, ვიცი? მადლობა ძალიან. და ბევრი შენნაირი ახალგაზრდა კარგი იქნება YouTube-ზე და ამ სოციალურ ქსელში. ხო და ჩვენი მიზანი ახლა არის, იცი, რომ აი ეს 12 პაციენტი რეალურად ყველაფერს გადავიღებთ პრე და პოსტ საოპერაციო პერიოდი, მომზადება ემოციური. შევითობა როგორ ხდება ეგ საინტერესოა. ანუ როგორც წეღავ თქვი, ანუ მოდიან, ანუ ზომავთ სიმაღლე, წონა, თანდართული პრობლემები, დაავადებები და ეს ყველაზე მძიმე პაციენტებს, ასე ვთქვათ, უკეთებთ ოპერაციას. ძალიან კარგი და წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ შენ საქმეში. ერთ-ერთი ისეთი რა ქვია, განსხვავებული პროექტია. თან YouTube-ზე მოხდება ამ ყველაფერს მოხდება. ძალიან კარგია და წარმატებები თქო.
მე მაინტერესებს როგორ დაიწყე საერთოდ ან სოციალურ ქსელში რო გამოჩნდი რა, აი რა მისია ქონდა, პოპულარობა გინდოდა თუ ფული შორ. ეხლა მაგას გავშლი კარგად. 2022 წელს დაუბრუნდი საქართველოში, არ ვცხოვრობდი. საცხოვრობდი თუ საიდუმლო არ არის. გერმანიაში ცხოვრობდი კოლონში. 2000 ხდებოდა გერმანიაში, საინტერესოა გერმანია. 2016 წლიდან იქ ცხოვრობდი, 2017 წლის დასაწყისიდან უფრო სწორად თებერვალში წავედი. ხო? ვიყავი მეორე კურსზე აქ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. აი რატო გაუგემეთქი კარგად მოკითხვა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ოღონდ ვსწავლობდი მე-6 კორპუსში. მეც მე-6 კორპუსში საჯარო მართლობაზე. მე-9 სართულზე? პირველ სართულზე ქონდა ის. საჯარო მართლობა. всё. საჯარო მართლობაზე ვსწავლობდი. როგორც ყველა ბავშვი, მაგ ასაკში ბავშვი ხარ, შენი დაახლოებით 70% ჩემი აზრით თავისით არიჩევს პროფესიას. ოჯახში გითხრეს და ჩააბარე ეგრე თუ როგორი სიტუაცია იყო, იცი რომ ფაკულტეტებს რო არჩევდით. მე კი არ ვიჭიქი, და ჩემი იჯდა და მესმის კი მე მას სამართალზე აი მოდი იურიდიული აბირჩიოთ. იურიდიულზე ჩავაბარე მე რა. 2 წელი ვისწავლე და 2 წელში მივხვდი რომ სხვაგან ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან სულდა რომ პრემიერ-მინისტრი გამოსულიყავი დედაჩემს. ყველაფერი წინა რეალურად ამით არაფერი ამთავრდება 29 წლის ვარ, ყველაფერი წინ მაქვს. კი. და ეხლა წარმოიდგინე პრემიერ-მინისტრი რო გავხდები და ამ ვიდეოს რო დაედიტები რა მაგარი იქნება. საინტერესოა, თან ერთი რო პრემიერ-მინისტრი ჩავწერე, თქო და თუ პრემიერ-მინისტრი გახდები, აქ ვიდეო რომ მე მოვალ და ჩაგწერა. ხო და მოკლედ ჩავაბარე უნივერსიტეტში. დავიწყე სწავლა, მეორე კურსზე მივხვდი რომ აი საერთოდ არ იყო ჩემი. მეორე კურსზე ვერ იაზრებ, იმიტომ რომ ეფექტია რაღაცა იქ ხალხს იცნობ, ახალგაზრდები რაღაცა ივენტზე წახვალ, ბარში წახვალ ვერ გძნობ. და მე ერთი წლის მერე რომ მოგბეზრდება ეს ყველაფერი. მეორე კურსზე მივხვდი რომ საერთოდ არ იყო ჩემი ეს ყველაფერი და ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება ენებისკენ. ხო და ნუ გავიზარდე ორ ენაზე, რუსულზე, ქართულზე, იქნა გამომდინარე რომ ნუ მამაჩემის რუსული ისინი აქ კიდევ ბებიის მხრიდან. ხო და ასე ვთქვათ, მომიწია ორ ენაზე გაზრდა. მე სკოლაში ინგლისური ვისწავლე და მეორე კურსზე ავიღე ეგრევე აკადემიური. შევედი გერმანულზე, 7 თვეში ენა ვისწავლე. 7 თვეში ისწავლე ენა? სერტიფიკატი ავიღე მომენტალურად და წავედი გერმანიაში. და როგორ წავედი, ხა მოგიყვები. მოკლედ ხდება, სახეზე გეტყვა რაღაც მოხდა, ვაგის. მოკლედ არის ასეთი პროგრამა, ქვია Au-Pair, ქვია გერმანულად, ოპერის პროგრამა ქვია რა, ქართულად, ხო და ჩადიხარ გერმანულ ოჯახში, კონტრაქტი გაქვს დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე და ცხოვრობ გერმანელებთან და მაგალითად თუ ყავთ მათ შვილები, გაქვს დავალებები, მაგალითად სკოლაში მიაკითხო, წამოიყვანო, წაიყვანო თუ რაიმე წრეზე დადიან. დაახლოებით მუშაობ 5 საათი. თახას გიხდიან მუშაობაში. ანუ უყურე, მან თქვია თაშენგელდი. თაშენგელდი არის ჯიბის ფული. ეს არის 260 €. მაგრამ რეალურად შენ იქ სამუშაოდ არ ხარ. შენ იქ სწავლობ. პლუს მიდიხარ რა სწავლობ? როგორ გამოიყვანო ბავშვის არა. უყურე, ეგ არის შენი დღის 5 საათი. მაგრამ სადამ ამ ყველაფერს დაიწყებ, შენ მიდიხარ სასწავლებელში. აჰა, კი ბატონო. ანუ ჩადიხარ, ამას ქვია Studiumsvorbereitungskurs-ი, ეს არის მოსამზადებელი კურსი არის, რომ ჩააბარო იქ უნივერსიტეტში. ჯერ გადიხარ ენის კურსისევ, რომ მიხვიდე C1-მდე, C1 თუ აიღე, მე უკვე გაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გააგრძელო სწავლა გერმანიაში. აქ ჭირდება, მაშინ ეხა არ ვიცი როგორ შეიძლება შეიცვალა, აქ ჭირდებოდა 2 კურსი, საქართველოს უნდა ქონდეს დახურული და შემდეგ შეგიძლია გააგრძელო იქ სწავლა. ხო და მოკლედ დავდიოდი, სწავლობდი კიდევ ენას და დანარჩენი დრო ვაკეთებდი ამ დავალებებს რეალურად, რაც ოჯახი მაძლევდა. პლუს ეს ყველაფერი გეხმარება ასიმილაციაში. იქ გერმანელებთან ცხოვრობ, იღვიძებ მათთან ერთად, არა პირდაპირ მნიშვნელობით. ხო. ხო და იძინებ, მოკლედ ყველაფერს 24 საათი აქტივობა გაქვს მარტო გერმანულ ენაზე. ხო და დაახლოებით 8 თვე ვიყავი ესე. და შემდეგ ავიღე სერტიფიკატი B2, ანუ C ვერ მოვასწარი მაგ პერიოდში. თან ახლა ახალი ჩასული ხარ, თან ახლა ვაღიარებ ყოველთვის რომ ეს პერიოდი ვისაჩქავე, რაღაცა 2-3 თვე და იგი იყოს ზუსტად გარდამტეხი ის რომ ვერ ავიღე C1. ხო და უკვე აქ კონტრაქტიც მიმთავრდებოდა და რაღაც ახალის დაწყება მინდოდა და იქ არის როგორი პროგრამა. ქვია Soziale Arbeit. სოციალური სამსახური. ანუ რა ხდება, არის სხვადასხვა განხრა არის და როდესაც მოზარდი უკვე სასული ადამიანი 18-17 წლის
ამთავრებს სკოლას და არ იცის რა გააკეთოს, აკეთებს ამ პროგრამას, იქ არის მაგალითად მიგრანტებთან პრაქტიკები, მოხუცთა თავშესაფარში, ბავშვთა სახლში და ასე შემდეგ. მიდიხარ, მუშაობ დაახლოებით 8 საათი და პლუს იქ კურსები გაქვს, იქ პრაქტიკები გაქვს. ძალიან ისეთი ბევრი განხრა აქვს, რა ეხლა რო გავშალო, ხვალამდე ვერ მორჩებით. ნუ სოციალურ სამსახურია რა. სოცმუშაკი ხარ ასე ვთქვათ. ხო და დავიწყე მანდ, წავედი ბავშვთა სახლში. ბავშვთა სახლში ვმუშაობ 9 თვე. ხო და გამოცდილება იყო ბავშვთა სახლში. ეხლა სავარაუდოდ ელოდები რომ სენტიმენტალურ ისტორიებს მოყვე, მაგრამ არ მოყვები სენტიმენტალურ ისტორიებს. ემპათია მაქვს საერთოდ დოზე. როგორი ბავშვები არიან გერმანელი ბავშვები? ბიჭო, როგორი ბავშვები იყვნენ, იცი? აი, განა დაუბლებულები და რაღაც. არა, ესენი იყვნენ პრობლემატური ოჯახებიდან, აი, გამოგლეჯილი ბავშვები, ასე ვთქვათ რა და მოარიდა სახელმწიფო. კი, სახელმწიფო იმაშებოდა, ასე ვთქვათ, ულიდა, ყველანაირ პირობას უქმნიდა. და აი ეს 9 თვე იყო, აი ჩემთვის ჯოჯოხეთი, რასაც ქვია რა. 9 არა ზუსტად გეტყვი, იყო 7 თვე. შემდეგი 3 თვე უკვე და რატო გადაწყვეტე ბავშვთა სახლში, იმიტომ რომ ბავშვთან მუშაობ, ან ბავშვს მაინც დიდი ენერგია ჭირდება რა. აი უყურე, ბიჭო, პატარა ვიყავი, 20 წლის ვიყავი და დაუშვი შეცდომა რატო იცი, რომ ამ ბავშვებთან რომ მუშაობდი სახლში, ისანაც ცხოვრობდი, ბიჭო, ისინი ადეკვატურები იყვნენ რა და აი მართლა არაფერს არ ვაკეთებდი ისეც, ერთადერთი სწავლის შემდეგ უნდა წავსულიყავი სკოლიდან წავამიყვანა, მიმიყვანა, всё. ეხლა საჭმელი გავუკეთე და რაღაცა მე არ მევალებოდა. ხო და მეთქი ნუ ამათანაც ესე ჩილ იქნება მეთქი რა, ჩილ კი არა, აი კონტრაქტი რომ გამიფორმეს, გადასვლაც მინდოდა მეთქი სხვა იმაში დეპარტამენტში გამიშვით, ვერ ვქაჩაო რა. გვიანიაო, ხო? ხო, არა, არ გამოვაო ჯიგარო და ერთ სიტყვით გამაგიჩით, გადამიყვანეს ჭკუაზე. ეს იყო რა ვიცი, 7 თვე ჯოჯოხეთი იყო. მე რა მოხდა? მე არაფერი კონტრაქტი დამთავრდა, ყველანაირ იმის გარეშე დავამთავრე, ან ბოლომდე კაცურად მივიყვანე ყველაფერი. აი ბოლო დღეს რომ მქონდა ეს თანამშრომლები ისე გამომემშვიდობდნენ თბილად, კაი თანამშრომლები მყავდნენ რა, ანუ ემოციურად და ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად დამიგნენ, მაგ დროს გვერდში თან მით უმეტეს ეხლა ხდებოდნენ რომ ჩასული ვიყავი, ენაც ჯერ 100%-ით კარგად არ ვიცოდი, ნუ მაქსიმალურად გვერდში მედგნენ. მალევე დაბრუნდი ისე 2019-ში წახვედი? 2017 წლის დასაწყისში და 2022-ში ჩამოვედი. დაბრუნდი საქართველოში. ანუ კაი დიდი დრო გაატარე გერმანიაში. და გეტყობა რომ დასტრესილიც ხარ. არა გამოშვებული მაქვს ეს უკვე. აი ხა უბრალოდ ეს ფართოდ არ მისაუბრია რა არასდროს. და მე ანუ მე გადაწყვეტილება როგორ მიიღე რომ აი მოდი Instagram-ზე, TikTok-ზე აი მოგიყვები ხო და მივალ. ლოგიკურად მიდის? ხო, მივალ. საინტერესოა მაშინ მოусმინოთ. ხო და ну მოკლედ ეს პროგრამა დავამთავრე, უკვე მივხვდი რისი გაკეთება მინდოდა სარეჟისოროს ჩაბარება. ხო და გერმანიაში მივხვდი? ხო. გერმანიაში მივხვდი რა მინდოდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მიყვარდა დოკუმენტური ფილმები, მხატვრული ფილმები ძალიან მიყვარდა. სკოლაში თუ რაღაცა იდგმებოდა, სულ ჩართული ვიყავი, მოკლედ სცენარი და ნუ ასეთი აქტივობები ძალიან მიყვარდა და ნუ მივხვდი რომ ეს მომწონს ამის კეთება. თან მით უმეტეს, ნუ იუმორთანაც მეგობრობდი, დღემდე მეგობრობ. ხო და მეთქი დოკუმენტური განხრით ხომ არ წავიდე მეთქი რა, იმიტომ რომ ნახე რომელი უნივერსიტეტები იყო ესეთი უნივერსიტეტი, რომელ ქალაქში მე ვცხოვრობდი, KHM ერქვა, Kunst Hochschule Köln. ხო და მოკლედ ფიქრობდი რა უნდა გადამეღო. და ეს უნივერსიტეტი არის ისეთი რომ ყოველ წელს ადგენს ახალ თემას. ამ თემის მიხედვით უნდა გააკეთო პორტფოლიო, უნდა გადაიღო რაღაცა ვიდეოები. და პლუს ამ თემაზე უნდა გადაიღო ან მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ან უნდა გადაიღო დოკუმენტური ფილმი. ხო და წავედი დოკუმენტური ფილმის მიმართულებით და იქ კოლნში არიან ქართველები, დიასპორა გვაქვს ძალიან ისეთი კარგი და არის ქართული თეატრი. და იმ ქართულ თეატრშიც მოვხვდი, თამაშობდი. ხო და იმ თეატრში ქართული დასი არის, მაგრამ ეს თეატრი ეკუთვნოდა ერთ გერმანელ, ასე ვთქვათ, პლუს 50 წლის კაცს, ხელოვანი იყო ის დაიღუპა 2 წლის წინ. ხო და იქ რომ რეპეტიციებზე დავდიოდი, გავიცანი ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მაგ თეატრის პადვალში, იყო ხელოვანი, მხატვარი არის. და პლუს ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს. და არის ჩეჩნეთიდან წარმოშობით და ну გავიცანი იქიდან გამომდინარე რომ ენა კარგად ვიცი რუსული. გავიცანი, გავისაუბრეთ და მომიყვა თავისი ისტორია. რაც ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო.
ეს კაცი იყო იმ დროინდელი ჩეჩნეთის პრეზიდენტის დუდაევის დაცვის ერთ-ერთი ტიპი, ანუ ძალიან დაახლოებული პირი იყო და დუდაევი რომ მოკლეს და იმათმა არ ვიტყვი ჩვენმა მეზობლებმა ჩაიგდეს მოკლედ ეს რესპუბლიკა ხელში, უთხრეს რომ ან ჩვენთან იყავიო, ან всё, გაგიშვებთ ციხეშიო. ამან უარი თქვა, გაუშვეს ციხეში, იქ აწამეს. თან მოკლედ ისე მოხდა, რომ გამოიქცა ევროპაში ამ ტანჯვის მერე და აქ რო ჩამოვიდა, უკვე ჩეჩნეთი როგორც ქვეყანა აღარ არსებობდა, უბრალოდ იჭკერია. რუსეთის ფედერაციაში შევიდა, ასე ვთქვათ. ხო და გერმანელებმა უთხრეს, რომ ყველაფერს მოგცემთო. უბრალოდო პასპორტი არ გაქვთ და აქო ვერ გაიგეთოთ პასპორტსო რა, პირდაპირო. ხო და უნდა აიღო რუსული პასპორტიო, იქიდან გამომდინარე რომ თქვენი რესპუბლიკა შედის ფედერაციაშიო და იქიდან გამომდინარე უკვე ბინადრობას გაგიკეთებთო და ტიპი იმდენად გაგიჟებული იყო ამ ზოგადად რუსეთის იმ დროინდელ და ამ დროინდელ თავრობაზე რომ უარი თქვა, არ მისცეს არანაირი საბუთი გერმანელებმა და ქუჩაში ცხოვრობს. ანუ ტიპი არ მიდის, ანუ შეუულია ნებისმიერ დროს მივიდეს რუსეთის საელჩოში, აიღოს პასპორტი და გაუკეთებენ რა ვიზას. ხო, მაგას ქვიან unbefristet, ანუ ის არ აქვს, ვადა არ აქვს რა, უადოს მისცემენ. ხო და ცოცხალი თავით რქებით აწვება და ხან თეატრის სარდაფში ძინავს, ხან გარეთ ძინავს, თან მღერის, ხან ნახატებს ყიდის და მასე გადავიღე ფილმი. ეხლა დღეს რო უყურებ ტექნიკურად, რა თქმა უნდა, შესრულებული არ არის ისე კარგად და პროფესიონალურად, მაგრამ სული აქვს ამ ფილმს რა, ჩემთვის ეხლა რო უყურებ, ვისაც ვაჩვენებ ჩემ მეგობრებს, უბრალოდ გერმანულ ენაზე არის. ხო და ეს რო გავაგზავნე უნივერსიტეტში, ველოდებოდი დაახლოებით 4 თვე და იქიდან მომივიდა ასეთი წერილი, რომ ძალიან საინტერესო თემა არისო, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტი არის კონცენტრირებული უფრო სხვა მიმართულებაზეო, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ინტერესში არ შედის ზოგადად ეს დრამატიზმი და პოლიტიკური თემებიო, უარი უნდა გითხრათო. მითხრეს უარი. მეთქი არაფერი, მითხრეს უარი და ნახე მეორე უნივერსიტეტი, უკვე ჰამბურგი ქალაქი არის, ერთ-ერთი დიდი ქალაქია და იქაც გავაგზავნე რა. და ეს სადაც ცხოვრობდი, ეს ქალაქი მიყვარს ძალიან, ჩემი მეორე ქალაქი თბილისი მერე კოლნე მიყვარს. ხო და მეთქი, ჩემი მომავლისთვის და იმისთვის რაც მინდა რომ გავაკეთო, გადავდებ ყველაფერს და გადავალ ჰამბურგში თუ მე მიიღეს. ხო და არ ვიცი რა პერიოდი დაემთხვა ეს 2018 წელი, ანუ იქაც არ მივიღეს. ანუ იქაც იგივენაირი წერილი მომივიდა რომ ძალიან კარგი არის, იდეა არის, მაგრამ არ არია ჩვენი რა. თან პლუს უკვე ის პერიოდია რომ ვიზა მიმთავრდება და რაღაცა უნდა გავაკეთო. ხო და გადავათარგმნი აქ ჩემი ყველანაირი საბუთი რომ სწავლობდი უნივერსიტეტში, C1 ჩავაბარე გერმანული ენის სერტიფიკატი ავიღე და შევიტანე ბონის უნივერსიტეტში საბუთები და მაგ დროს ძალიან ისეთი დიდი მიღება იყო და ფაკულტეტზე იყო, ერთ-ერთ ფაკულტეტზე იყო ადგილები, სოციალური სამსახური. ხო და ისე მად მოხვდი. ოღონდ უკვე სოციალურ სამსახურში მოხვდი, ოღონდ უკვე თეორიულ უნივერსიტეტში მოხვდი რა. დავიწყე პირველი კურსი, მეორე კურსი დავიწყე და დაიწყო კოვიდი. კოვიდი დაიწყო, ეხლა იქ სტუდენტი ხარ, რა თქმა უნდა, აქ ჩემი მშობლები არ მინახავდნენ, ჩემს თავს შემით მინახავდი, მუშაობდი ორ სამსახურში. ძალიან კაი სამსახურები მქონდა სხვათა შორის, რაღაცა არ ვიტყვი, რაღაც დრამატიზირებას არ გავუშვებ, აი ვიტანჯებოდი და არ ვიტანჯებოდი და სხვათა შორის ნეაპოლურ ტრატორიაში მუშაობდი. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ნეაპოლის ტრატორია იყო და პლუს ერთადერთი არაიტალიელი თანამშრომელი ვიყავი. ანუ ისე მოვეწონე გასაუბრებაზე და ისეთი კაი ურთიერთობა ჩავუყო. ტემპერამენტით თან ქართველები და იტალიელები. ხო რა და თან დავევასე მაგრად რა და ეგრევე მენეჯერად რაღაც პერიოდი მიმტანად მუშაობდი, მე მენეჯერად გადავედი და მე ამან დახურა თავისი რესტორანი და გადავედი ვეგანურ სუში ბარში. აი ყველა საინტერესოა რა. ვეგანურ სუში ბარში გადავედი, ბულგარელი ტიპის იყო. ხო და გასაუბრებაზე რომ მივედი, ეგრევე რომ მკითხა საინახარო, საქართველოსდან ვარ მეთქი და შენ ვაყვანელი ხარ და რატომ მეთქი და მე სტალინის დიდი გულშემატკივარი ვარო რა. კიცლაო, კაი.
გორილი არ ვარ, მაგრამ თბილისელი ვარ, მაგრამ ნუ კაი ხო. ხო და ნუ მან მუშაობდი რა და კოვიდის დროს დაიხურა. მან სხვათაშორის ძალიან საინტერესო რაღაცები მიგაკეთებული. არ ვიცი რაოდენ მოსაყოლე, მაგრამ შენ მოგიყვები თუ რამე ამოჭრი. კი ბატონო. ასე გამოვჭით. ვეგანური ის იყო რა სიტუაცია რა და ეს ხო ვეგანები ხო წარმოგიდგენიათ რა ტიპები არიან რა და მიახლოებით. კი, შემოხვედრია, ვიცნობ ბევრს. ხო, ნუ აქტივისტები, ხო, ნუ ეგ აქტივისტები იყვნენ იქ კონში რა, იქ სხვადასხვა აქტივობებს ეწეოდნენ ხოლმე და იქ თან როგორი სიტუაცია იყო, რომ 15 გოგო იყო და ერთი ბიჭი მე ვიყავი. აჰა. ხო და როგორი აქტივობა ქონდათ, იცი? რაღაც ფემინისტური აქტივობა ქონდათ, ხოლმე კონის ცენტრში გამოდიოდნენ და მაიკას იხდიდნენ ხოლმე რა. აუ, გონი მაქვს ვიდეო ნახე. მეც მაქვს ვიდეო, მე გაყურებინებ და მეც მივიდიოდი ხოლმე, რომ მეთქი ფემინისტი ვარ მეთქი რა, ხო ხა. ჭვაზე არ ვიყავი რა, არ ვიცი, ძალიან ცუდი არის ეხა. არ თუ ის სწორია, მაგრამ. ხო. ნუ ერთი წელი იცოდნენ რომ ასაკს დავაბრალოთ. ხო, ას პატარა ვიყავი ხო 22-23 წელი, ისეთი ასაკი გაქვს. ხო და ერთი თქვენთანო ვარ. მეც გავიხდი. კვაზე არ ვიყავი, 15 გოგო მყავდა, ყველას მკერდი ვიცოდი ვაფშე. სექსისტი არ ჩამითვალოთ, არ ვარ სექსისტი. კაცი ხარ. არა ვარ ბოროტი ადამიანი. ასაკი მქონდა. და პლუს ერთი წელი იცოდნენ რომ ვეგანი არა, მაინც მე ყველას ვჭამ რა, ვეგეტარიანელი ვიყავი რა, პონტაობდი ასე ვთქვათ, ჟარგონით ვიტყვი. ხო და მოკლედ. ხო, მე მივიდეთ აბა როგორ წავიდა. ხო და დაიკეტა მოკლედ ამ კოვიდის დროს ყველაფერი. არანაირი შემოსავალი აღარ დამრჩა. ყველა იმაშია, სახში ვზივართ. და მეთქი всё უნდა წავიდე რა გავაკეთო რა. ეგრევე ონლაინ დავწერე განცხადება აკადემიურზე, მეთქი დიდი ბოდიშით მეთქი უნდა წავიდე. წავალ მეთქი ერთი 4-5 თვით, რომ დამთავრდება, მეთქი მე ჩამოვალ გავაგრძელებ. ჩამოვედი და საერთოდ TikTok-ი არ მქონდა, არც ვიცოდი რა იყო რა, არანაირი არ მქონდა გერმანიაში TikTok-ის დრო, ხო? არც ან ხო, არ გაქვს იქ, იმიტომ რომ დილის 5 საათზე, მინიმუმ 5 საათზე დგები. ყოფილა რომ 4-ზე ამდგარო. ხო და გადმოწერე TikTok-ი, მე რაღაც ტრენდი გაიჩითა ის Balkan Dead ის იყო რა, ბალკანელი მამა, ძალიან ხო გავართ რეალურად ამ ქცევებში და ასე ვთქვათ. ეთიკის ნორმებშიც და ნუ ძალიან ბევრ რაღაცაში გვაქვს თანხვედრა რა. ხო და მეთქი დავაი ქართულ მამაზე გადავიღებ მეთქი რა და ესე სპონტანურად გადავიღე, სპონტანურად დავდე, პირველმა ვიდეომ 9 მილიონი ნახვაზე მეტი აიღო და მან მოვიწამლე უკვე რა. ხო, იგრძენი უკვე ნახვის. ნახვის ის ვიგრძენი. ეს სიამოვნება და ეს გამოხმაურება, ხო რაღაც თავიდან ისაა რა, თავი ეგ არა. გოგოების ფოლოუები რო წამოვიდა მეთქი всё. ეგ არის, ხო, ეს არის ჩემი საქმე და აღარ მე რა მინდოდა ვეგანებთან მეთქი გადავიღოთ, ო მეთქი. ხო და მე ანუ პირველი ნახვის მერე უკვე მივხვდი რომ აი რაღაცა ყურებელმაც კარგად მიიღო TikTok აუდიტორიამაც და გააგრძელე, ხო? ხო, გააგრძელე. YouTube-ზე რას ფიქრობ, ქართული YouTube-ზე? არ ვიცი რაოდენ სწორი იქნება ჩემიდან ამის თქმა, მაგრამ ნუ რეალურად ქიზიყელი ვარ მე რა. ჩემი პაპები ქიზიყელები, მე კი დიდუბელი ვარ, მაგრამ ქიზიყელი ვარ და პირდაპირ ვიძახ ყოველს ყველაფერს რა. ხო და ქართულ YouTube-ს არ უყურებ საერთოდ. იქინა გამომდინარე რომ ვაკეთებდი, გადაცემა მქონდა. მაგას მოგიყვები რატომ გავივლით ყველაფერს რა. გავივლით ყველაფერს. ქართულ YouTube-ს არ უყურებ საერთოდ. რა არის მიზეზი? უსხოჩი უკვე ნანახი გაქვს? ვერ ვიტყვი, აი რა აკლია, რა ქართული ხარ, ქართული ენაზე საუბრობ, ქართული ენაზე აკეთებ შენ თვითონაც კონტენტს და ქართული YouTube-ს ვერ უყურებ. ჩემთვის ეხლა ვიტყვი აკლია ის, რომ ძალიან პატარა ის არის კონტინენტია რა და სულ ერთ და იგივე ხალხია ყველასთან სტუმრად და მე ეგ უყურე არ არის ერთ და იგივე ხალხი YouTube-ს, მაგრამ მე რაც შევამჩნიე და არ მალავ მას არასდროს არც რამე ის არ მაქვს რომ წენა მაგან რაღაცა უბრალოდ არის რომ რაღაცა წერე ერთ და იგივე ქვაბში ტრიალებს რა და ეს ერთმანეთის გარდა სხვას არ იღებენ რა თუ რაღაც ეგეთი ანუ არ ვიცი გას ყველას გაუმარჯოს ღმერთმა და თუნდაც ერთად იყვნენ თუ უნდა და თუ უნდა ცალკე მაგრამ მე რო ადამიანს ეხა მივწერე ხა როგორც შენ მოგწერე ხო და შეიძლება ეს ერთმანეთს არ ვიცნობდით მაგრამ ახ დარწმუნებული ვარ რომ იმ ადამიანებმა ჩვენც იციან ვინც ვართ და ჩვენ როგორც ვიცით ისინი ვინ არიან რა და პასუხი რომ გასცედა რომ უთხრა რომ ანუ მე მქონია ეგეთ შემთხვევა რომ აუ არა ვერ მოვალ რაღაც მიზეზების გამო უწერია ტიპებს რა
ხო და მიზეზი რა არის ხოლმე? ბიჭო, რა ვიცი, ანუ ვერ გაიგებ რა. იცი რა არის? მეც მქონია ახლა მაგ პერიოდში გადაცემა მქონდა. ძალიან ბევრიც მოვიდა ჩემთან, ვერაფერს ვერ ვიტყვი, არაფერი. არა, კაცო, ხო, არავისთან საწინააღმდეგე არ მაქვს, არავის ნაწყენიც არ ვარ საერთოდ. არც მე უბრალოდ ვერ ვიტყვი ვერაფერს. ვფიქრობ, რომ აი ეგ არ მომწონს მე ზუსტად, რომ ერთ იმაში ტრიალია. ხო, და ერთადერთი რა არ მიყვარდა, იცი? თუ რაღაცა არ მოგწონს ადამიანს, მე მაგ ეგეთი მიდგომა, თუ რაღაცა არ მინდა, არ მინდა. ხათრის გამო არ გავაკეთებ, ხათრის გამო არ ვეტყვი კი ის. იმიტომ რომ იმას ხო აიმედებ. და მე ბოლო დღე რომ მოდის და ეუბნები რომ იცი რა, რაღაცა პრობლემა შემიქნა და ვერ მოვდივარ. არა, ნახე, მე სხვა რამეს ვამბობ. შეიძლება, აი ადამიანი უბრალოდ პატიჟებს და ეხა თუ ის ადამიანი არ არის რა ვიცი ტერორისტი თუ არ არის ხო ხდება ანუ კაცმოძულე თუ არ არის უნდა მიხვიდე თუ პატიჟებს მე ეგრე ვფიქრობ რა ყოველ შემთხვევაში მე ადამიანს სადღაც რომ დამპატიჟებს თუ არ გინდა ეტყვი არ მინდაო და всё რა კი ეგეც არის ხო ანუ მე რას გეუბნები იცი მე რას გეუბნები იცი ანუ მე მქონია რამოდენიმეჯერ ის რომ თქვია კი მაგას გეუბნებოდი წეგან რომ ბოლოს თქვია რომ აი იცი რა რაღაცა პრობლემა შემექნა ანუ კაი მითხარი რა პირდაპირ არა არ მეწყინება კიდია რა რავი ოკეი შენ რას ფიქრობ რატო ეს ერთი წრე YouTube-ზე არ ვიცი სიმართლე გითხრა მაგაზე საერთოდ არ ფიქრობ რა ხო მაგრამ გინდა არ გინდა შენ სამ საქმიანობაში მოღვაწეობ ესე ვთქვათ არა ჩაქნეული გაქვს YouTube-ზე ხელი გატყო ანუ იცი რა არის აი მაგალითად ესენი ეს ბიჭები გოგოები ეს ვინც YouTube-ით არის დაკავებული იდენტიფიცირებას ახდენენ როგორც აი მე YouTuber-ი ვარ ხო რაღაცა ისინი აქვთ კიდე პროექტებს აკეთებენ როგორ გახდე YouTuber-ი და ასე შემდეგ რა ხო და მე არ მგონია რომ YouTube-ი ვინმესია. ეხლა გეტყვი რა, ზუსტად ეგ მომენტი მქონდა ჩემ თავში და რატო აღარ ვთვლი რომ ამ წრეში და ამაში ფიგურირებ. ეხლა გეტყვი. როდესაც დავიწყე ეს ყველაფერი, ჩემთვის ის იყო, ანუ TikTok-ი მქონდა, Instagram-ი და სულ ის მქონდა, რომ ეხლა მე თუ YouTuber-ი გავხდები, უფრო კაი ტიპი ვიქნები რა. არასდროს არ მქონია. ხო, აი ეგ მომენტი მქონდა, მაგრამ მივხვდი რომ კაი ტიპი რო ვიყო, მე არ მჭირდება ის სტატუსი რომ YouTuber-ი ვარ. იმიტომ რომ აი შიგნით უნდა გინდოდეს რა ხო ხო და თან მით უმეტეს არანაირი ანუ რა არის YouTuber-ობა შენი აზრით არ ვიცი მაგაზე ვერ გაგცემ პასუხს რა ანუ ნახე მე არ მომწონს ქართული YouTube-ში რა და სულ ამბობ ამას პირდაპირ ყველგან ვაფიქსირებ ძალიან აი უყურე რამდენი წლის ბავშვები ანალიტიკას ხო უყურებდი ხოლმე აი რა საკის ბავშვები გიყურებთ ჩვენ ბავშვები არ გვიყურებთ არა ხო ანუ მე ხა ჩემ ანალიტიკას რო ხედავ ხომ 14 ანუ 12 14 16 წლის ბიჭები ბავშვები იყო დაახლოებით 18 წლიდან ზემოთ სულ იმას ვამბობ რომ ანუ მე არ მივესალმები ზოგადად ბილდ სიტყვაობას არც გადაცემაში არსად ანუ ეს შეიძლება ვიღაცისთვის იყოს იმის ნიშა რომ გამოსულია არა ძმაო რა მე ვიცი რომ ბავშვები მიყურებენ და ვფიქრობ რომ როდესაც ბავშვი მეც ხო ვიყავი ბავშვი და ხო ვიყავით ჩვენს და ეკრანზე როდესაც ხედავდი ადამიანს ის რასაც ლაპარაკობდა რაღაც ზეგავლენა შენზე ახდენდა მაინც. მიხვდი? მე როგორი სიტყვებითაც ეგ იუთუბერები საუბრობენ, ყველაზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, ხშირ შემთხვევაში მე ბავშვებიც ქუჩაში იგივე ნარატივები მესმის ამ ბავშვებისგან რა. ეგ ძალიან ცუდი რაღაცაა. მაგას მეორე მხარეც აქვს, რატო საუბრობენ რა. ეხლა ხოიც რომ ტრეში კარგად იყიდება. რა თქმა უნდა. ხო და ხო, რაღაც არ უნდა დააზიანო იმის გამო რომ შენი რამე გაყიდო. სამწუხაროდ ისეთ სამყაროში ცხოვრობს რომ ყველაფერი ასე ვთქვა სამართლიანად არ მიდის რა. ხო და ანუ ეგ გზნობა მოვიკალი რომ ყველაფერი სამართლიანად არ ხდება. ხო და ეგ უნდა გავიაზროთ. უნდა გავიაზროთ რა. ანუ ეს უღირს მას, ეს კიდის მონეტიზაციას აკეთებს თავისი კონტენტის და ესე აწყობს რა. ანუ მიდი და რამე უთხარი რა. ხო ეგ სიტუაცია რა. ეს უბრალოდ არის სუბიექტური აზრი და რა თქმა უნდა ხო ყველა ზუსტად ეგ ამბავი მაქვს რომ მაინტერესებს მე ხო ესეთ შეხედულება მაქვს. შენ ხო ეგრე ფიქრობ? არა, მეც ესე ვფიქრობ რეალურად. ანუ მეც ზუსტად იგივე ის მაქვს. მესმის ხო და უყურე ჩვენ რო ეგრე ვფიქრობთ და იმ ადამიანებთან მაინტერესებს ანუ რა აქვთ ანუ რატო აკეთებენ ამას იყიდებას გავიგე, მაგრამ მარტო ხო იყიდება იქნება. პასუხი ოღონდ ისინი არ იტყვიან რომ იყიდება. ჩვენ ესე გვინდა რომ გავაკეთოთ და იქნება. და მე იმას ვამბობ რომ ამ ადამიანებთან იმიტომ ვცდილობ ყოველთვის დაკავშირებას რომ ვისაუბროთ რა და საუბრის დროს მაინც მარტივია ბოლოს ჭეშმარიტება დაინახო. ჩემი აზრით. მე მიყვარს ყველასთან საუბარი. და იმას ვარ. მიყვარს ყველასთან საუბარი. მოსაუბრი ადამიანებს გამომარჯვე. YouTube-ზე აკეთებდით პოდკასტი იყო ეგ. ბიჭო,
ეხლა მაგას აუხსნი, არა პოდკასტი არ იყო ეგ. ერთი ესეთი გადაცემა არის, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ЧБД. ანუ ხო და ჩემი ასე ვთქვათ, მიზანი იყო, რომ აი ზუსტად მაგ ფორმატზე დაგვესვა. მაგრამ რეალურად დაუშვი შეცდომა. თან მით უმეტეს რო იწყებ რეალურად. ერთია რომ გიყვარს შავი იუმორი და მეორე არის თუ გამოგდის ან არ გამოგდის. კი ბატონო. ხო და აი მან დაუშვი მე შეცდომა ის რომ ჩემ თავს გვერდიდან არ შევხედე. ანუ რაღაც პერიოდი რო გავიდა და უკვე ჩემ თავს უყურებდი, ჯერ შინაგანად უკვე გრძნობდი რომ ანუ ვაფშე სხვაგან ხარ რა, ანუ არ არის ჩემი. არ უხდები. და ჩემ თავთან გამიჭირდა ამის აღიარება. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ადამიანები ვართ, ძალიან ბევრს ფიქრობთ, ანალიზს ვაკეთებთ, რაღაცა მოქმედებების შემდეგ და გვერდიდან რომ შევხედე ჩემ თავს, მივხვდი რომ არ არის რა შენი რა. უბრალოდ ეტენები. ეგ იყო მიზეზი რომ დაიშალეთ? ეგ იყო მიზეზი რომ დავშალეთ. ის გადაცემა რა ფშვაში არის? რომელი? დაიხურებით თუ რაღაც. არა გადაცემა. აი სანგიჟე გადაცემა. ბიჭო, აი ეგ მან რა მოხდა საერთოდ? მე შენ სახეზე რომ ანუ მე გძნობ ადამიანს რომ შუბლის ძარღვი აქვს რა და შენ იქ გეტყვა რომ შუბლის ძარღვი გაქვს, იმიტომ რომ დასრულება კიდო და აი ძალიან რომ დავასრულოთ ეს იგი. ანუ ეხლა მან რა ხდება? ეხლა აგიხსნი. მან რაც რამე მომხდარა. არაფერი არ იყო წინასწარ გათვლილი. კი ბატონო. ანუ სცენარი ხო მზადდება? ხო. სცენარის მიხედვით მივდივართ. ხო, ანუ ეს ყველაფერი მოხდა პროცესს სპონტანურად. ანუ ამ ტიპთან ჯიგრულად პროსტა აპირებდი საუბარს. ხო და ხო და ხა იმანაც ხა ჩემი პარტნიორი ვინც იყო იმ გადაცემაში, ანუ გაიხუმრა, აი ესეთი არაფერი არ უთქვია. ხო და პოლიცია გამოიძახა რა. მოვიდა პოლიცია. პოლიცია მოვიდა. ხო და ვისთან გაქვს პრობლემაო რა და ჩვენ ოპერატორზე აჩვენა ამასთანო და არა ესო იმასთანო ჩემზე აჩვენა არა ესო კაი კაცია. აბა ვისთან? აი იმასთანო რა და იმასთან ქონდა პრობლემა რა. ბოლო დალაგდნენ როგორც ის თუ არ ვიცი მე მაგის შემდეგ 1-2 გადაცემა ჩავწერეთ და მე წამოვედი უკვე რა. კი ბატონო, არა მე შემხვდა ვიდეო რომ მაინც დახურეთ თუ რაღაცა ეგეთი. ხო და აი ხლა აი მაგის შემდეგ ერთ წელში აი კიდე რო უყურებ კიდე ბევრ შეცდომას ვაანალიზებ რაც დაუშვი რა. ეგ კარგიცაა ეგრე უნდა იყოს ანუ გრძნობ განვითარდი და ის რო არ დამეშვა მე აქამდე არ მოვიდოდი ახლა რა. უბრალოდ ყველას მაგას გეტყვით თუ გრძნობთ რომ რაღაცა თქვენი არ არის ეგრევე წამოდით რა, იმიტომ რომ აზიანებთ თქვენ თავს ენერგეტიკულად, ემოციურად, მორალურად და ეს იქნება იმის ასე ვთქვათ, შემდეგი ნაბიჯი რომ რაღაც ახალი დაიწყოთ. ისე არის ისეთი ინფლუენსერი, ტიკტოკერი ან იუთუბერი, ვისთანაც კოლაბორაცია არ გექნება. ვისთანაც კოლაბორაცია არ მიქნება? ბიჭო, და ოფიქრდე. ბიჭო, ანუ უყურე ისე ტიპთან არ მიქნება კოლაბორაცია, ვისაც აი ტრეშ კონტენტი აქვს. აი ისეთი ტიპები, რომლებიც გადიან ლაივში და ერთმანეთს აგინებენ და აი ესე ტიპთან არანაირად არ მიქნება გადაკვეთა რა. ანუ ადამიანს თუ აქვს ჩემთვის ადეკვატური კონტენტი და ნუ თუ ურთიერთ გაგებას ჩამოგვიყალებ და ის რომ ნუ ერთმანეთს გაუგეთ, რაღაცა კაი ტიპია ჩემთვის, იმისთვის კაი ტიპი ვარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს რა. რაღაცა ისინი არ მაქვს, რომ აი იმასთან არ მიქნება, იმასთან არ მიქნება, ერთადერთი ის ტრეშ კონტენტთან არანაირი შეხება არ მინდა. იქინა გამომდინარე, რომ ნუ იუმორი კი არის, მაგრამ ჩემი უფრო ასე ვთქვათ, ბჭყალებში ვიტყვი, უფრო შემოქმედებითია, იქ დადგმა მიდის თვითონ ამ ასე ვთქვათ სკეჩის და ნუ შენ თვითონ გეცინება ისე შენ ვიდეოებზე? ბიჭო, არის, უყურე რა არის, მან ეხლა მაგას აგიხსნი. ერთია რომ მოგწონდეს და გადაიღო. მეორეა ის რომ უბრალოდ აქტივობა სჭირდება რა. მაგასაც ვაღიარებ, ბევრ ვიდეოს ვიღებ, რომელიც აქტივობა სჭირდება, აქტივობა სჭირდება. ხო. და ბევრი არის, რასაც ნუ რა თქმა უნდა მეც მომწონს ის იუმორი და იმას ვაკეთებ რა. ხო, ალგორითმის გამო არ არღვევ ვიდეოების დადებას. კი. მაგრამ დღეში ერთხელ ვდებ ხოლმე. უყურე, ეხლა რაც წამოვედი სამსახურებიდან, დაახლოებით ახლა გეტყვი, მეორე თვეა ვცხოვრობ როგორც ინფლუენსერი. იქამდე მუშაობდი კიდევაც და პლუს ვიდეოებსაც ვიღებდი. და იქნა გამომდინარე რომ ენები ქართულის გარდა 3 უცხო ენა ვიცი, მუშაობდი ენებით. გერმანული, უფრო გერმანულ ენაზე რა, აქ მუშაობდი პირდაპირ გერმანიაში.
რამოდენიმე პროექტზე მაქვს ნამუშევარი, Amazon-ზე მუშაობდი, Booking-ზე მუშაობდი და ბანკი არის Barclays, თუ გაგიგია. Barclays-ზე მაქვს, ანუ ამ მაგარი შრომის მოყვარე ადამიანი ვიყავს დღეს თუნდაც რა. ხო, ამ გაკვირდები. ამ კომპანიებში მაქვს ნამუშევარი. რამდენი წლის ხარ? 29. ხო, ბევრი რაღაც მოგისწრია 29 წლის ასაკში. ხო და ნუ მუშაობდი. მაგრამ ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებ. ეხა ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. აჰა. ანუ 28 წლის ასაკში მივხვდი, რომ ნუ გასაგებია, ანუ ასე ვთქვა, საქართველოსში ცუდი შემოსავალი არ მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ნუ ქართულ ბაზარზე არ მუშაობდი, მაგრამ განვითარება არ მქონდა ეგ ერთი და მეორე ის, რომ ანუ აი ეს მომენტი, რომ აი კამერა ჩართულია, ან ის მომენტი, რომ უბრალოდ მე ვიღებ, აი ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მარიჭებს რა. რომელი უფრო გირჩევნია ეს შენ ხარ თუ შენ რო იღებ? ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა. რაღაცა ხო არის ან მაგალითად მე გადაღების დროს იმდენად დადებითი ენერგიით მიმოხტები, აქედან რომ გავდივარ, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ. აი როგორ არის იცი ჩემთვის? აი არის რაღაცა თემა, შეიძლება მე ჩემი თავი არ მომეწონოს. აი რაღაც ვიდეო იყოს და მაგალითად ჩემი სხვა მეგობარი ვათამაშო იმ ვიდეოში, რომ ანუ რო შევხედავ, ეხლა მე ჩემი თავი ძალიან კრიტიკული ვარ ჩემ თავთან რა, თუ უყურებ რომ მე ჩემი თავი არ მომწონს. всё, იქ უკვე არ მაქვს ის მომენტი, რომ აი მაინც და მაინც მე უნდა შევეტენო რა, ყველამ არ მაქვს ეგ მომენტი რა. და იმითაც უფრო კაიფობ, რომ ვიდეოს ვიღებ და კადრი გადავიღე. ხო, კადრი გადავიღე და შეცვალე, მე დაამონტაჟე, ეგეც. ეს ედიტინგი? კი. მალე ვისწავლე სადამონტაჟო. CapCut-ი. ოღონდ ნაყიდი მაქვს. აჰა. სხვა ძალიან კაი ფუნქციები აქვს რა. ანუ იმაშიც ვიცი, პრემიერშიც ვიცი. მე დავინჩის ადამიანი ვარ. პრემიერშიც ვიცი დაედიტება რეალურად, მაგრამ ეხლა დავინჩი ჩაიწერე, მე გირჩევ და პროპაგანდირებას მიწევს დავინჩის. კი. რამეს გიხდის? კი, კაც. დაკრეკულ ვერსიებს. ახსენე რომ ბოლოს 3 თვეა ცხოვრობ ისე როგორც ინფლუენსერი. რა არის 3 red flag-ი ინფლუენსერების შემთხვევაში? 3 red flag-ი ჩემთვის ინფლუენსერების. აი პირველი რაც აი რამდენ ქართულს ამოვიცნობთ ეხლა უყურე ქართული ინფლუენსერი. თან მაგარი აკრეფილი მაქვს. ჩემი რეკვესტები არის სავსე. და რითი? ეს კვების ობიექტები ნუ მწერთ. ანუ ჯერ ერთ იმიტომ რომ food blogger არ ვარ. მე მეორე ბიჭო წერენ თანამშრომლობაზე და თავაზობენ ბარტერს. ანუ მოდი ჯიგარ, მე შენ მაგრა გაჭმევ. მე რა ეგეთი ამბავი იყო, ბარბერები არ წერენ ხოლმე? ბიჭო ბარბერები? ბიჭო არა, მე ჩემი ბარბერი მყავს უკვე. მეც ჩემი ბარბერი მყავს, ძალიან მაგარი. მაგრამ მოუწერია რამოდენიმეს. ბიჭო ძალიან ხშირად წერენ ბარბერები, რომ ისა მოდი, წერს გაკეთებთ, ვიდეოს გადავიღებთ და განვათავსებთ. ეს მე თანამშრომლობა, მადლობა კაც ყურადღებისთვის, მაგრამ იგივე ის მაქვს მოსაზრება რა ჩენებო. ბიჭო რა არის იცი? ანუ ჭამე? ხო, ანუ ყველაზე აი ძალიან ვღიზიანდები მაგაზე და აი ანუ არც ვხსნი მაგას, აი კი მინდა ხოლმე გავხსნათ აი ვაგინო ყველაფერი რა, აი თქვენი ვის უბედავთ რა. ანუ ერთ-ერთი არ ვიცი, სტარტაპია თუ არ ვიცი რა. სტარტაპ შეიძლება დაეხმაროს. უყურე მაგაზიც ის მაქვს რა. მთხოვე და ისეთ ფაზაკლებას გაგიკეთებ, იქიდან გამომდინარე რომ სტარტაპი ხარ. ორივე დავრჩებით მოგებული, იმიტომ რომ ჩემი ინტერესი საერთოდ არ მინდა რა ის ჭამა რა. ეხლა თუ მინდა მივდივარ ვიხდი რა, ანუ არ მიჭირს ხალხო რა, ანუ ანუ ხო, მაგრამ მე სტარტაპებს მაინც ისეც დავეხმარ, იმიტომ რომ სტარტაპთან რაღაცა სენსიტიურად ისე ჟღერს ჩემთვისაც და თვითონ მგონია რომ მე ვიკვებები ზოგადად ეგეთ რაღაცებს. იცი რა, კომუნიკაცია. ხო, თავარი არის კომუნიკაცია, SMS რომ წერ და შენ გამოგიძახებ საჭმელს და ჭამე და ხან როგორ მიწერ ადამიანს რა, ანუ რეალურად ეხლა ვინც მიცნობთ, ყველა მიცით როგორი ადამიანი ვარ და ნუ არა ვარ რა, ან ფულზე დახამებული, ან რაღაც უბრალოდ ხა ჩემთვის ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა რა, რომ რაღაცა მოდი რაღაც ხაჭაპურს გაჭმევ, შენ ვიდეო გადაიღე და დადე რა, ანუ ვის უბედაო რა, ხაჭაპური უნდა მაჭამო, არა, მე გაჭმევ აქეთ ხაჭაპურს თუ გინდა. ხო, ძალიან აკრეფილი აქვს. ხო და ანუ კიდე რაზე უბრაზდები რა და ვიღაცები თანხმდებიან ამას, კი ვიცი ვინც ხართ კიდე რა და ტიპები არიან 100,000-ზე მეტი გამომწერები ყავთ და ეს რას აკეთებს იცი? ჩვენ გვიგდებს ფას უკვე. რომ ანუ ის უჩნდებათ ასეთ კომპანიებს. მარტო სტარტაპებზე არ მაქვს ლაპარაკი, ანუ მოუწერია კომპანიას, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ბაზარზეა და 5 წელი თუ სტარტაპი ხარ, მაშინ დახურე, დედააფეთქებული კომპანია. ხო და ეგ თემაა რა, რომ ესენი უკეთებენ და მე ამათ ეხსნებათ გზა, რომ ყველასთან გააგზავნო ის ერთი და იგივე ის რაც აქვს შეტყობინება, რომ
საბარტერო აჭამო და всё, კარგად იყავი რა. და ნუ შვებით რა ისეთ რაღაცას რა, იმიტომ რომ მე ვიჩაგრებით ხალხი. თქვენც კი იჩაგრებით მე. პირველი ეგ იყო, მეორე? მე ეგ პირველი. სამი უნდა ჩამოვთვალოთ, ხო? ხო, პირველი ეგ არის. მაგრამ მატერიალისტი არ ვარ იცოდეთ. ცოტა შეიძლება. აი ხან ცხოვრებაში თუ ხარ მატერიალისტი, მაშინ ისთვის ცხოვრობ. მეორე რა არის? თუ ეს არის და ეს არის. არა, მეორე არის chips red flag-ი არის. აი წეგა ვახსენე რა, live-ს ვრთავე და ერთმანეთს დის ყველაფერს აგინებენ რა. ეგ არის ჩემთვის მეორე red flag-ი. იმიტომ რომ, ნუ, შეიძლება ეხა ჩემ ხუმრობაში რაღაცა ისეთი მქონდეს, ასე ვთქვათ, უზრდელობა და არაეთიკური, მაგრამ მე ისე ვფუთავ ვიდეოს, რომ არავის არ აღიზიანებს. ნუ არ ვიცი, შენ დაკვირვებული ხარ თუ არა, ჩემ ვიდეოებზე ბევრი ჰეითი არ არის. არ მაგინებენ რაღაცას რა, რომ ეს რა არის. ხო და მით უმეტეს ეხა როდესაც ვრთავ და რავი, ერთმანეთს დედის ყველაფერს აგინებთ და მთელი საქართველო გიყურებთ, ასე ვთქვათ, როგორც თქვეს რომაელებმა პური და სანახაობა. ხო ეს ხო მაგათთვის ეს არის ჩვეულებრივად. და ეგ არის ჩემი მეორე red flag-ი. და მესამე red flag-ი არის ისეთი პროდუქტის დარეკლამება, რასაც არ იყენებ. ხო. ოპეჭო ის ამდიდი სტონებთან ხშირად მაგამ ეს საუბარი რომ რაღაც რეკლამას რო უკეთებ. თუ ცუდია რა. ანუ ერთხელ მიმწერა, იცი? ვინ? ტიპი მწერს რა. ხო და რაღაცა პროდუქტი მაქვს. გადაგიხდი, არ არის პრობლემაო რა, რაღაცა price ჩამიგდო და price ჩაუგდე. და რას მარეკლამებინებ და არიცი? მენსტრუალურ იმას რა ქვია. ქალებისთვის, არო გავს რომ მენსტრუაცია აქვს, რაღაცა აპარატი არის, პლოპკას აჭერდა. გიყუჩებს რა, ყველაზე ხარ და მეთქი რაზე დავიმაგრო, ჯიგარო ეგ გაწაკებია, მაგრამ რა გავაკეთო? ხო და ანუ რამე შეხوار შეეშა. ჰა? თუ არა ეს ღიაზე გესაუბრებოდა? არა, ირაკლიო მომწერა და ეხლა რავი. რავი, თუ ვიღაც რომელიღაც გოგოს წე ირაკლი რატომ უნდა დაუდახო. ხო და ეგ არის ანუ კიდე მეოთხეს ვიტყვი რა. გააგზელე შენ ეს. კიდე მეოთხე არის, აი მაგალითად რაღაცა პროდუქტი გაქვს გასაყიდი და საერთოდ არასწორი ინფლუენსერს არჩევ რა, ეს კომპანიების მხრიდან არის რა. აი სპორტსმენს რომ მაგალითად ლუც არეკლამებინებ ან რაღაცა არაკს, ეს არის, რა ვიცი, ყველაზე არასწორი რა. კი ბატონო. ეს არის ჩემი red flag-ები. უფრო კომპანიების red flag-ები გამოდის ეგ, მაგრამ კარგი. მოკლედ ბოლოში რო გავიდეთ, დიდი ხანია საუბრობ. დიდი ხანია საუბრობ და მე არც მქონდა ის განცდა რომ უნდა რაღაც ვაკითხვა დამესვამ. სულ მაგაზე მაწვევიან რომ არ გვესაუბრებიო რა, ანუ არ მაქვს ანუ კონტენტი მაქვს ისეთი, ასე ვთქვათ, სულ რაღაცა დადგმულია ყველაფერი რა. ხო და ანუ ის არ მაქვს რომ აი აბა გამომწერებო, მეგობრებო დღეს აქ მოვედი, რომ არ მაქვს საერთოდ ეგ მომენტი რა. ანუ ძალიან ესეთი ინტროვერტი ინფლუენსერი ვარ. იდეაში მე არ მიჭირს ხალხთან კომუნიკაცია და არ მიჭირს. ხო, გვიყვარს, მაგრამ ეგრე არ გამომდის რა. არც მე არ გამომდის. რო უყურებ ძალიან კრინჯავს და რომ კრინჯავს აღარ მინდა რომ დავდო. თან მით უმეტეს იცი რა არის, ეს ხო ჩემთვის უკვე საქმე არის. ხო. და მე არ მიყვარს ჩემს ასე ვთქვათ პირად ცხოვრებაში რო ვახედებ თელ იმას რა. ანუ რაღაცა რჩება პირადად, ანუ თელ რასაც ვაკეთებ, რა გატაცებები მაქვს, ჰობები მაქვს ასე ვთქვათ, შემიძლია რაღაცა გამონაკლისი დაუშვა და გამოვიტო და ვანახო აი ხალხო რას ვაკეთებ თავისუფალ დროს. მაგრამ მირჩევნია რომ ეს პირადად დავტოვო და დანარჩენი კი იცი. კი ბატონო. ბოლოს რუბრიკა მაქვს რა. და მოდი გავაერთიანოთ, მარტო იუთუბერი არ დავასახელოთ, დავასახელოთ იუთუბერ. ნაზავი რო იყოს რა, ეს ტოპ 5 ქართველი, რავი, ინფლუენსერი იყოს, მოდი. თუ შეგიძლია რომ დაასახელო ესე რიგი ტოპით, აი მე 5 ადგილზე ვის გაიყვანდი, მე-4-ზე, მე-3-ზე, მე-2-ზე. ეხლა მე ვფიქრობ ნათია უნდა ახსენო. პირველს არ ვიტყვი ნათიას, იმიტომ რომ ნეპოტიზმში ჩამეთვლება და ხო და თან თუ არ იტყვი, მე ვიცი რომ მაგრამ ჩემ გულში ხო იცი რომ როგორ ხარ. აქეთ აშენი გამე. ხო, იქიდან. ხო და მოდი ნათიას არ ვიტყვი პირველს. იქიდან გამომდინარე რომ კი იცის რა დამოკიდებულება მაქვს მასთან. ტოპ 5 ინფლუენსერი ცოტა. მე 5 ადგილი. ცოტა ისეთი კითხვა დამისვი ხა შენ. როგორია? ჩემ ფორი უნდა გაჩვენო რა. კაი, იქიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათ ვიდეოებს უყურებ. უბრალოდ ვიცნობ და ანუ ამ მიმართულებით წავალ. არ დაგავიწყდეს. ამ მიმართულებით წავალ რა. მე 5 ადგილი. თიკო იყოს მე 5. თიკო? თიკოშა.
ტიკოშა. აჰა, კი ბატონო. ძალიან საყვარელია. ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ტიკოშა წავდა სტუმრად. ძალიან საყვარელი არის. იყოს ტიკოშა. მეოთხე ადგილზე გავიყვანოთ ვინ? მოდი მეოთხეზე რა. იქნება გამომდინარე წეგან ხო თქვი პირველზე არ იყოს ნათია. ნათია მეოთხეზე? მაგრამ გულში პირველში ხარ. ვაიმე რა მოხდება. ეს გადაცემა რომ დაიდება მეორე დღეს ამბავი მოხდება. არ რო ახსენე რატო ვიძახია ამას. ის თქვი უკვე ეს ორი თქვი. კიდე მესამეზე მოდი გავიყვანოთ. გავჭიროთ ტელეფონში ჩავიხედოთ ორი სხვა ის არ არის. ზარი ახლობელთან. ნათიას დაურეკე და კითხე. ბიჭო, ვაფშე ვისამ. არის ხაზზე დაურეკე მართლა საინტერესო იქნება მის გეტყვის. დაგეხმარება. ეხლა ნახე ვეცხრე. ზარს მეოთხეზე გაგიყვანებით კი რა არის. რა რეაქცია ექნება მაინტერესებს. თუნძინავს. ოპა. ნათი. აუ. რა შვები? აგერ გამოვადი ერთ საქმეს. ხო ის როგორ მეზიზღებია რა? რატო? არა უბრალოდ. მისმინე. დავაი რა. ვიცი არ გამიწჩო. ეხა ვარ ინტერვიუზე რა. გიოსთან, ხო და ტოპ 5 ინფლუენსერიო რა და იქიდან გამომდინარე რომ ნეპოტიზმში არ გავეყვანე, რომ ერთად ვაკეთებთ რა, გაგიყვანე მეოთხე ადგილას. მაგრამ ჩემ გულში პირველი ხარ. დავაი რა გააფსირა. კაცე, დახმარება ჭირდება. მოიცა. პირველ ადგილას ტაქსვი შეგნიდა შენ. მეოთხეზე ის და ის ვია ვქვია. ვი? ვაფშე ამჭირდება მომაშორე შენი რაღაც პატრონი მეოთხე. ბაიცა, დახმარება გჭირდება. რის დახმარება, რაღა დახმარება, ხო წაშალო ჩემი მეოთხეზე რა იმაზე შევიგინები ახლა თუ სპიკერზე. ხო აგიხსენი რატო გაგიყვანე რა? რატო? ბიჭო, ეხლა რომ მეთქვა რომ მეთქი ნათია მეთქი რა, ეხლა თან ერთად ვაკეთებთ. ბიჭო, ჩემ გულში ხო იცი რომ პირველი ხარ? არა, მე რო ვთქვი მაგაზე მეპასუხე. ხო და მოიცა ეხლა იქ მე გავაიასწროთ. დავაი მე. სამი ვინ გავიყვანო, ვის მირჩევდი? სამი ვინ გავიყვანო? დაჟე მე მეოთხეზე დამსვი და დაჟე მე დაგეხმარო, ეხლა სამი ვინ დასვა ჩემ წინ? კი. მაგარი ლოგიკა გაქვს მა. ბიჭო, ხო იცი რომ არ უყურებ დიდად მე და არ მიხმარები. არ გეხმარები. კაი, პაკა. ძულ ხარ მე. პაკა. მე ხო რავი ვაფრენშენზე. მე კარგად იყავე. მათური კი. საზიზღარო. წაშალე ჩემი ნომერი. კარგად იყავე. მე დაგბლოკავ. ესეთი ურთიერთობა გვაქვს. არა, ვიტყვი რა, ერთ-ერთი იუთუბერი, ვინც ძალიან კაი დამოკიდებულება მაქვს და რა თქმა უნდა უყურებ. მის ვიდეოებს არის ჰიტა. ძალიან საყვარელი კაცი არის, რა ვიცი. 60 IQ ჰიტა. რესპექტი. ხო და მესამეზე? მესამეზე არა, პირველზე ჰიტა? იმიტომ რომ ესეთი შემეცნებითი ის აქვს, ძალიან კაი კონტენტია და თვითონ პიროვნებაც კაი ტიპია რა. ურთიერთობაში და რაღაც ძალიან დადებითად განვეწყვე, რამოდენიმეჯერ გადაკვეთა მქონდა და მაგიტო ასე ვთქვათ პირველზე გავიყვანდი. იყოს მოკლედ ეს სამი რა. კი ბატონო. ხუთს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ დიდად არ უყურებ ქართულ რაღაცებს, არ უყურებ. ვერ გასაგებია. მოკლედ, კარგ ამბავს ხარ ჩაჭიდებული, რაც დასაწყისში ვთქვი და წარმატებები მინდა გისურვო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგეთ რაღაცებს თუ იუთუბერი და ეს ინფლუენსერი, საზოგადოება ესე ვთქვათ, გააკეთებს და გავაკეთებთ ეგეთ საქმეებს, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ იგრძნობა ამ ყველაფერში ადამიანობა რა. აი, ზუსტად ეგ მომენტი მქონდა რა, რომ სადამ დავასრულოთ, მაგას ვიტყვი, რომ აი ეს მომენტები რომ მქონდა, რომ აი მართლა ჩემია ეს, სწორ ადგილას ვარ, აი ზუსტად ის მქონდა, რომ სხვა რაღაც უნდა მეცადა, რაც უფრო საინტერესო იქნებოდა და რაც უფრო, ასე ვთქვათ, დაეხმარებოდა ადამიანებს რა, რატომღაც ისეთი მითუმეტა. ვიპოვე ჩემი თავი, ხო. მაგრამ რა თქმა უნდა, იუმორს თავს არ დავანებებ არასდროს, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ყოველდღე მაძლევს ძალას, ენერგიას რა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ ყველა შენ საქმეში. გაგიმარჯოს, გენაცვალე. დროებით.